უწყვეტი პროტესტის 405 დღე რუსთაველზე მოქალაქეები ისევ იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ უცვლელი მოთხოვნებით, რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები. ყოველდღიური აქციების პარალელურად გრძელდება შაბათის მარშები, რადგანაც მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით მიემართებიან რუსთაველისკენ. კიდევ ერთი მარში კი 12 იანვარს არის დაგეგმილი სახელწოდებით მზიას თავისუფლებისთვის. მსვლელობა 8 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაქტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით რუსთაველზე პარლამენტთან დასრულდება. ნატალი ჯახუტაშვილი გვერდობა რუსთაველის გამზირიდან. ნატალი, რა ხდება ახლა შეკრების უცვლელ ადგილას? დიახ, დღეს არის პროტესტის 404 დღე და მოქალაქეები ისევ აღდგანან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საახალწლო დღეებია, მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ ქუჩაში, იღებენ აქციაში მონაწილეობას, ვინაიდან მათ აერთიანებთ ერთი იდეა, მათ ამოძრავებთ საერთო ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ერთხელგასამუდამოდ ევროპული ოჯახის წევრი, ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, იბრძოლებენ გამარჯვებამდე, იქამდე ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული და ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ნიკა სიმონიშვილს. თქვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიხართ ქუჩაში, იღებთ დემონსტრაციებში მონაწილეობას. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი ვერ ჩაახშოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი მცდელობა აქვს ამისა, ხო? მოგესალმებით. ხო, ივანიშვილის ხელისუფლებას უпростовად ანუ მის მიერ მართულ პარტიას არაერთი მცდელობა ჰქონდა ამ პროტესტის ჩახშობის. მათ არაერთი კანონი მიიღეს, არადემოკრატიული და პირდაპირ კონსტიტუციასთან საწინააღმდეგო. მათ ფაქტობრივად აი ამ შენობაში, რომელიც ახლა ჩვენგან პირდაპირ მდებარეობს, არაერთი კანონი მიიღეს და ფაქტობრივად მეტი არაფერი უკეთებიათ გარდა იმისა, რომ აქტივისტებს პირდაპირ დაპირისპირებოდნენ, ჩაეხშოთ უბრალოდ განსხვავებული აზრი. პირდაპირ დაუპირისპირდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს. მათ მიიღეს, მათ მეტი არაფერი უკეთებიათ მართლა გარდა იმისა, რომ აი ეს არდემოკრატიული კანონებით პროტესტი ჩაეხშოთ, მაგრამ ეს ვერ გამოუვიდათ, ფაქტია, ვერ გამოუვიდათ და დღეს ჩვენ ხედავთ მათ შორის იმის დემონსტრირებას, რომ ადამიანები აქ იწყებენ ისევ კვლავ შეკრებას, 404 დღე არის პროტესტის და შესაბამისად, ანუ ის რეპრესიები, რომელიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა, არსად არ წასულა, ის არადემოკრატიული კანონები არსად არ წასულა. ქვეყანა წავიდა სამაგიეროდ გაუგებარი კურსით და ხედავთ იმას, რომ უბრალოდ რაღაც გაუგებრობაში ვართ, ანუ ქვეყანა არის რაღაც მართლა გაუგებრობაში, რომელსაც ქართული ოცნება ხატავს როგორც ვითომ სუვერენიტეტად და ვითომ რაღაც სუვერენულ დემოკრატიად, მაგრამ ამ ქვეყანაში არც დემოკრატია გვაქვს და ფაქტობრივად აღარ სუვერენიტეტი აღარ დაგვრჩება მალე. ეს ბრძოლა, მაგრამ ეს რეპრესიული კანონები სისრულეში მაინც ვერ მოყავს, ხო, ქართულ ოცნებას. ადამიანები მაინც გამოდიან ქუჩაში და პროტესტი ვერ ჩაახშო ამ დრომდე ოლიგარქმა. ხო, ანუ ფაქტობრივად ბოლო ცვლილებები რაც მიიღეს, ნიშნავდა იმას, რომ აი აქ სადაც ახლა ვდგავართ, იქ დგომაც, ფაქტობრივად ნებართვის გარეშე აღარ შეიძლება. დაიბარეს 20 ადამიანი დაახლოებით სასამართლოში და ცდილობენ ამ ადამიანების შეშინებით დანარჩენი აქტივისტების შეშინებას, მაგრამ ამითაც არაფერი არ გამოდის. ეს არის, არ ვიცი, მე ამას ყოველს ასე ვეძახდი, რომ ფაქტობრივად თუ ქართულ ოცნებას მაგ ბოლო ცვლილებების აღსრულება გაუვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პროტესტი ვერაფერზე ვეღარასდროს აღარ იქნება, იმიტომ რომ ოცნების ნებართვის გარეშე უბრალოდ ვეღარ გამოვხატავთ ჩვენ პროტესტს. აი ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ამ არადემოკრატიული კანონებისა, იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გავაგზავნოთ ეს პროტესტი, იმიტომ რომ პრინციპში ერთადერთი აი ეს ბოლო ზღუდე, რომელიც მართლა ქვეყანას აჩერებს რაღაცა ხრამში გადაჭეხვისგან, არის ის პროტესტი, რომელიც ახლა მიდის. თუ ეს პროტესტი აღარ იარსებებს, მაშინ მივიღებთ ჩვენ მოცემულობას, რომ უბრალოდ ხვალ მოქალაქეები ქუჩაში გამოსვლას ვეღარ შეძლებენ, იმიტომ რომ თუ ყველაზე ესეთი რეზისტენტული წინააღმდეგობრივი პროტესტი გატეხა ქართულმა ოცნებამ, რომელიც 400 დღეზე მეტია გრძელდება, მაშინ ნებისმიერ პროტესტს გატეხავს, ვერავინ ვერასდროს ხმას ვეღარაფერზე ვეღარ მოიღებს, სასამართლოში წახვალ სამართალს ვერ იპოვი, პროკურატურაში რა თქმა უნდა ვერ იპოვი, ქუჩაში ვეღარ გამოხვალ და შენ პროტესტს ვეღარ გამოხატავ, ანუ გამოდის, რომ აი ის უსამართლობა საბოლოოდ მოიკიდებს ფეხს ამ ქვეყანაში და ეს შესაძლოა რამდენიმე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კი გაგრძელდეს. მადლობა დიდია, თქვენ ხედავთ, რომ ერთ წელზე მეტია უკვე ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები მაინც გამოდიან ქუჩაში, ისინი არ ნებდებიან, ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. თქვენ პრაქტიკულად ყოველ დღე დგახართ, ხო? აქ აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროტესტი და რამდენად იქნება მიზანი მიღწეული საბოლოო ჯამში? პროტესტი მნიშვნელოვანია.
და აუცილებელი და უნდა გაგრძელდეს და უფრო ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს. უნდა მოვიცვათ მთელი თბილისი მოსახლეობაში, ღრმად უნდა გავიდეთ რეგიონებში და ასე შემდეგ. აუცილებელია იქნდა გამომდინარე, რომ ჩვენ 124-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს. აბსოლუტურად ყველა უდანაშაულო. არც ერთ ბიოგრაფიაში კრიმინალობის არაფერი არ აქვს. ერთი რომ აღმოჩენილი იყო, იმედის ტელევიზია დაანგრევდა ქვეყანას, ყველას კრიმინალისტება და სასწაულად გამოაცხადებდნენ რა, მაგრამ მსგავსი არა, ყველა არის საუკეთესო ბიოგრაფიის ადამიანები ახალგაზრდებიდან დაწყებული, უხუცესი ასაკით დამთავრებული, საოცარი ისტორიის პატრონები. და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი აუცილებლად და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. უფრო მეტიც. ახლა უფრო გამოკვეთილია სურათი, რომ მთელ დედამიწაზე დიქტატორები დაემხონ. და განთავისუფლდეს კაცობრიობა სამუდამოდ ბნელი ძალებისგან და უახლოვდებით უკვე ამ ფაზაში. მადლობა დიდი. შეგახსენებთ, რომ დიდი აქცია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი შეკრება არის დაანონსებული 12 იანვარს. მსვლელობა დაიწყება საღამოს 8 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი რამდენიმე თვეა უკვე ტყვეთყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული. ერთ თვალში საერთოდ მხედველობა აქვს მას დაკარგული და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს და შეგახსენებთ იმასაც, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას 2 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.